მოგესალმებით ეთერშია გადაცემა სივრცეს დიალოგისთვის მე ჟურნალისტი ნინო ვაშალომიძე ვარ. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი გახარიეს საქართველოსთვის პოლიტსაბჭოს წევრი, ამავდროულად საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გიორგი შარაშიძეა. მოგესალმებით ბატონო გიორგი და მადლობას გადაგიხდით გადაცემაში ჩართვისთვის, დროის გამონახვისთვის. ჩვენი საუბრის თემა მიმდინარე პოლიტიკური თემები იქნება და ყველაზე ცეხელი და აქტუალური თემა არის პარლამენტში გახარია საქართველოსთვის გუნდის დაპირისპირება ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ამ შემთხვევაში პარლამენტის დეპუტატებთან. დავიწყოთ ამ ჩხუბით, ამ დაპირისპირებით, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა გახდა ამის მიზეზი, თუ შეიძლება მოუყვეთ მაყურებელს. თქვენი დექით ტრიბუნასთან მოხსენებას აკეთებდით, პრემიერ-მინისტრი იყო პარლამენტში, რა გახდა დაპირისპირების მიზეზი და რამდენად როგორ შეაფასებდით ამ მოვლენას? ნინო, მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მივესალმები გურია TV-ს მაყურებელს, ზოგადად ჩემს საყვარელ მშობლიურ გურიას, თუმცა ვიცი რომ ეს ტელევიზიას მხოლოდ გურიაში არ უყურებთ, შესაბამისად ყველა თქვენს მაყურებელს მივესალმები. რაც შეეხება კითხვას, მოდი აი თქვენი მაყურებლისთვის კიდევ უფრო გასაგები რომ გახდეს, აი სულ რამდენიმე სიტყვით საერთო კონტექსტი აღწეროთ, ხო? ეს იყო ბოლო სასესიო კვირა. მოგესალმებით თქვენ, ანუ პრემიერის ანგარიში დაიხურა საგაზაფხულო სესია და ეს ბოლო კვირა იყო საკმაოდ ინტენსიური დატვირთული კვირა, ყოველ დღე სამშაბათიდან პარასკევამდე, პარასკევის ჩათვლით იყო სესიები, რომელიც არანაკლები პრინციპულობით გამოირჩევა თავად საკითხების მნიშვნელობიდან გამომდინარე, იმიტომ რომ აქ წლიური ანგარიშით მოსვლა უწევდა სახალხო დამცველს, გენერალურ პროკურორს, გენერალურ აუდიტორს და ბოლოს უკვე პრემიერის ყოველწლიური ანგარიში იყო. ხო და ჩვენ არანაკლებად უწვავი ვიყავით თითოეული ამ ანგარიშის მოსმენისას, ხო? მაგალითად, გენერალური პროკურორის და გენერალური აუდიტორის შემთხვევაში, ახლა ესეთი სრულად გაუგებარი რამ მოხდა, როდესაც ამ თანამდებობის პირებს ჰქონდათ კანონით მინიჭებული უფლება, რომ გამოსულიყვნენ და შემაჯამებელი განცხადებები, შემაჯამებელი გამოსვლა ჰქონოდათ პარლამენტარების წინაშე. ამითაც კი არის სარგებლის. ამას რატო საუბრობ? ამას საუბრობ, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ხდება, როდესაც ოცნებას უბრალოდ არგუმენტები არ აქვს. არგუმენტები არ აქვს და ამის კულმინაცია იყო სწორედ ყობახიძის ანგარიში, როდესაც მათ აღარ ქონდათ უკვე არგუმენტი და პასუხები არ ქონდათ ჩვენს კითხვებზე და ეს პირდაპირ ჩანს არქივში და რა თქმა უნდა ჩვენ ამას კიდევ არაერთხელ გამოვაქვეყნებთ ჩვენ საზოგადოებას აღარ დარჩეს არანაირი კითხვის ნიშანი. ეს შემდეგ გადადიან უკვე ჯგუფზე და დაპირისპირებაზე. ახლა მათ თუ გონიათ რომ ახლა ჩვენ იმიტომ ვართ პარლამენტში რომ მათთვის სასურველი ასე ვთქვათ ოპოზიცია ვიქნებით ან გაგვაჩუმებენ ან აი ოპოზიციის მთავარი ფუნქცია რა არის ბატონო გიორგი კრიტიკა ხო არის და რამდენად მძიმეა ეს ყველაფერი ქართული პოლიტიკისთვის როცა აუტანლობაა კრიტიკის ზუსტად ეს არის კრიტიკის აუტანლობა როა და ახლა ჩვენ რა თქმა უნდა ჩვენი კრიტიკა წვავე რომ იქნება ამას ახლაც ვფიქრობთ აი ახლაც თქვენი ეთერის საშუალებით მეცაც გეტყვით პირდაპირ იმას რომ კიდევ უფრო წვავე იქნება კიდევ უფრო წავი, მაგრამ რა თქმა უნდა არ იქნება არანაირი რადიკალიზმი და ჩვენ ამით ჩვენი პარტია ხო თქვენ ხომ აკვირდებით ხო პოლიტიკურ პროცესს და იცით კარგად ახლა ერთ მაგალითს ვერ დამესახელებთ ნინო ჩვენი პოლიტიკური ძალის რომელიმე წარმომადგენელს აი რომელი ნებისმიერს ვინც გნებავთ აიღეთ რომელიც სადმე გამოირჩეოდა ან რადიკალიზმით ან ძალადობისკენ მოწოდებით უშუალო ძალადობაში მონაწილეობაზე ხო საერთოდ ლაპარაკი არის ამიტომ ჩვენი ლექსიკა ყოველთვის არის დახვეწილი არის ასე ვთქვათ, ყველანაირი პოლიტიკური ეთიკის სტანდარტში მოქცეული, მაგრამ რა თქმა უნდა მწვავე. რა თქმა უნდა მწვავე, იმიტომ რომ სიმწვავე ეს არის ჩვენი არათუ ასე ვთქვათ, უფლება, არამედ მოვალეობა. ჩვენ ხალხის სახელით ვართ ამ პარლამენტში და არა მხოლოდ ჩვენი ამორჩევლების სახელით. ეხლა იმ პოლიტიკურ ვითარებაში, როდესაც ჩვენ წარმოვადგენთ ერთადერთ ოპოზიციურ პარტიას, გასაგებია რომ ჩვენი ასე ვთქვათ, გამოწვევა კიდევ უფრო მაღალია ვიდრე ჩვეულებრივ სიტუაციაში. ხო, იმიტომ რომ კიდევ ვიმეორებ, ჩვენ მარტო ჩვენი ამორჩევლების ხმა არ ვართ. ეს ჩვენ ვართ ფაქტობრივად მთელი საქართველოს ხმა. იქ განსაკუთრებით იმ საქართველოსი, რომელსაც არ მოწონს ოცნების ეს მმართველობა და ფიქრობს, რომ ეს არის აბსოლუტურად არადემოკრატიული და არასამართლიანი მმართველობა. აი მე როდესაც ტრიბუნაზე ვიდექი და საუბრობ, უნდა პოლიტიკური გამოსვლა, რაც რა თქმა უნდა იყო თავიდან ბოლომდე პოლიტიკური შეფასება. აი ამ დროს უკვე დაიწყო დარბაზში გარკვეული ფუსფუსი. აი პირდაპირ ხედავდი როგორც გებოდნენ გარკვეული დეპუტატები, რომლებიც შემდგომ ვიხილეთ, რამდენად აქტიურები იყვნენ ამ ფუსფუსში და როგორ იწყებდნენ გადალაპარაკებას ერთმანეთთან. ანუ ეს თავდასხმა იყო დაგეგმილი, კიდევ მეორე და ეხლა უკვე გასაგები ხდება, აი ბატონ დინარაძე, რომელიც პირდაპირ გამოდის უკვე ამ პოსტფაქტუმ
ამ ინციდენტის შემდეგ, ამ თავდასხმის შემდეგ და რომ საუბრობს, რომ თურმე იმიტომ არ დაიწყება გამოძიება, რომ ეს ადამიანები თურმე მისი მეგობრები არიან, პირდაპირ ასე ხო? ნუ ახლა უკვე ცხადი ხდება თუ ვინ იყო ამ ინციდენტის ორგანიზატორიც, წამქეზებელიც და კოორდინატორი, ხო? და ამიტომ ახლა ჩვენ ზუსტად იგივე ვამბობთ ამდენი ხანია, რომ გვესმის, რომ დღეს დღევანდელი პროკურატურის პირობებში ეს გამოძიება არ დაიწყება სამწუხაროდ, იმიტომ რომ პირდაპირ გასაგებია გაზეთი გასაგებს დღევანდელი სამართალი, ხო? ახლა გამოკამ დინარაძის მეგობრობაზე და ახლობლობაზე თქვას თურმე ეს უფრო დიდი ღირებულებაა, ვიდრე კანონი და სამართალი, მაგრამ ეს დრო ხო დამთავრდება საქართველოში და დამთავრდება მალე, უნდა დაგკვირდეს და დავკვირდეთ თქვენს მაყურებლებს და შესაბამისად თუ ამ ადამიანებს გონიათ, რომ ახლა შერჩებათ მათ ეს დანაშაული, სამართლიანი დანაშაული ასე ჩაიდინეს. ძალიან ცდებიან, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ჩვენზე აქ ნინო საუბარი. ჩვენ ამ შემთხვევაში მოქმედები და საუბრობთ ყველა იმ ადამიანის სახელით, რომელიც სრულად არაპროპორციულ სასჯელს გამო დღეს საპატიმროებში ზის. იმ ადამიანების სახელით, რომლებიც არაფრის გამო ფაქტიურად ტროტუარზე დგომიდან დაწყებული პირბადის ტარებით დასრულებული, რაღაც Facebook-ზე რაღაცა გარკვეული ტიპის კრიტიკული მოსაზრებების გამოქვეყნების გამო დღეს ან დაჯარიმებულები არიან, ან დაჭერილები არიან. და კიდე ზოგიერთი მათგანი კიდე უფრო მძიმე სასჯელს იხდის. ამიტომ ეს არის ბრძოლა სამართლიანობისთვის ზოგადად. და ყველა ადამიანს, ხო თქვენ რა გონიათ, რომელიმე ეს პარლამენტარი ნაკლებად დამნაშავეა, ვიდრე ის ზონდერი, რომელიც ქუჩაში და მათ შორის ჩვენ ყველამ კარგად ვიცით რა კადრებსაც გულისხმობთ, ყველამ ერთად ვნახეთ, ქუჩაში ძალადობდნენ ადამიანებზე და ამის სიკვდილის პირამდე მიყავდათ. ან ეს პარლამენტარები იმათზე ნაკლები დამნაშავეები არიან, ვიდრე მაგალითად სპეცნაზის დაუბრუნებელი თანამშრომლები, რომლებიც ასევე სასურველოდ იმეტებდნენ მოქალაქეებს, ან ის პოლიციელები, სხვათა შორის, რა თქმა უნდა, ეს ყველას არ ეხება, მაგრამ ის პოლიციელები, რომლებიც გორში მოხდარი ინციდენტის დროს სასტიკად უსწორდებოდნენ ადამიანს, ამ პოლიციელებზე ნაკლები დამნაშავეები არ არის. პირიქით, მე თუ მკითხავ, პირიქით, როდესაც შენ ხდები ხალხის წარმომადგენელი უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში და შენ გაქვს სტატუსი უმაღლეს პოლიტიკური თანამდებობის პირიქით, მე მგონი სრულიადაც რომ პირიქით არის. პასუხისმგებლობა გაცილებით მაღალია. და შესაბამისად, როგორც არის ეს ცნობილი გამოთქვა, რაც მეტი გაქვს, მეტი მოგითხოვება, აი ეს არის ზუსტად ის პრინციპი, რითაც ეს ადამიანები უნდა ცხოვრობდნენ, მაგრამ სამწუხაროდ მათთვის არ არსებობს არც მორალური, ასე ვთქვათ, პრინციპები. და ახლა როგორც ხდება ცნობილი, დინარაძის განცხადების შემდეგ სამართალსაც არაფრად დააგიდებენ. ანუ თქვენი პარტიის მხრიდან ბატონო გიორგი თუ შეიძლება თქვენი პარტიის მხრიდან მოთხოვნა იყო საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით საპარლამენტო. რამდენად გაქვთ მოლოდინები, რომ ეს კომისია შეიქმნება და შემდეგ ობიექტური გამოძიების? პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ჩვენი მოთხოვნა საერთოდ არ იყო საჭირო სამართლებრივად ამ საქმესთან დაკავშირებით საქმის აღძვრისთვის. გენერალური პროკურორი ვალდებული იყო აი ამ ასე ვთქვათ ინციდენტის ამ თავდასხმის საჯარო სფეროში გამოტანიდან დაუყოვნებლივ აღეძრა საქმე ყველა იმ მოძალადის წინააღმდეგ, რომელიც კადრებში ჩანს და საქართველოს კი არა, თქვენს იცით, ალბათ მთელი მსოფლიო მოიარა ამ კადრებში, ხო? და აი რა თქმა უნდა პროკურატურამ არ გააკეთა. ამის შემდეგ ჩვენ მაინც მიუხედავად იმისა, რომ არ იყო საჭირო ამისთვის ჩვენი განცხადება, მაინც ავდექით და ჩვენ განცხადებით მიმართეთ გენერალურ პროკურატურას, მაგრამ ამაზე რა რეაგირება იყო მეორე დღეს ბატონი დინარაძე გამოვიდა და თქვა, რომ ეს ადამიანები ჩვენი მეგობრები არიან და ძალიანაც რომ გინდოდეთ, საქმე არ აღიძვრება მათზე. აი ეს არის დღეს ვითარება და ამიტომ ხალხმა ეს კარგად უნდა აღიქვას რეალურად ზოგმა შეცდომით მართალია, როგორ აირჩია ოცნება, როდესაც მათ ხმას აძლევდა, რომ ერთის მხრივ შეიძლება ადამიანები სრულად, როგორ გითხრათ, უმკინეულო დანაშაულიცაც როგორ დავარქმევთ, ციხეში იჯდნენ, ან ძალიან დიდი ჯარიმები ჰქონდათ დაკისრებული და მეორე მხრივ აი ესეთი მოძალადები იყვნენ პარლამენტში და დინარაძესთან თუ კიდევ ვიღაცასთან მეგობრობის გამო მათ ყველანაირი გარანტია ჰქონდათ დაუსჯელობის. ამიტომ საქართველოში დაუსჯელობის გარანტიები ის დრო უნდა დამთავრდეს. ჩვენ სწორედაც რომ ის პოლიტიკური ძალა ვართ, ვინც ამაზე მუშაობს და ვინც ამას პირდება ჩვენს მოქალაქეებს. თემა რომ ამოვწუროთ ბატონო გიორგი, ოპოზიციური სპექტრის მხრიდან რამდენად იყო მხარდაჭერა თქვენი პარტიის მისამართით ამ კონკრეტულ მოვლენასთან დაკავშირებით? რაც შეეხება სხვა პოლიტიკური პარტიების გამოხმაურებას, ნუ იყო რამდენიმე პარტია, რომელსაც მხარდაჭერა გამოხატა ღიად, იყო პარტიები, რომლებმაც თან მხარდაჭერა გამოხატეს, მაგრამ თან რაღაცა მაინც სუბიექტური შეფასებები გააკეთეს, მაგრამ ეს არ არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი და ჩვენთვის
მნიშვნელოვანი არის არა პოლიტიკური პარტიების პოზიციები და მათი რეაქციები, არამედ ხალხის რეაქციები. ხალხის რეაქცია, რასაც ხედავთ, ჩვენ რა თქმა უნდა არის სრულად ჩვენი მხარდაჭერისგან მიმართული, იმიტომ რომ ისინი კარგად ხედავენ, რამდენად არათანაბარ პირობებში ვართ ჩვენ, რამდენად გვიწევს შევასრულოთ ის დაკისრებული ჩვენი, ასე ვთქვათ, მისია, რომ ერთადერთი დამოუკიდებელი ოპოზიციური პარტია ვიყოთ პარლამენტში და შესაბამისად ეს მხარდაჭერა პირველი რაც ჩვენ გვაძლიერებს, თორემ ახლა მადლობა ყველა პარტიასაც, ვინც გამოხატა მხარდაჭერა, მაგრამ განსაკუთრებული მადლობა ქართულ ხალხს, რომელიც არის ჩვენს გვერდში და რომელიც საქმე უნდა ჩვენგან ითხოვს პრინციპულობას და მათი პოზიციების დაცვას და მათი ხმის დაჟღერებას პარლამენტში. ამას ჩვენ ვაკეთებდით. ანუ პარტიისთვის ზოგადად თქვენი პარტიისთვის რამდენად მნიშვნელოვანია ოპოზიციური ერთობა და თუ მნიშვნელოვანია, მაშინ ვთქვათ, რას გააკეთებს პარტია ამისთვის, რომ ერთობა შედგეს? ნუ ოპოზიციურ ერთობას რაც შეეხება, თქვენ იცით ალბათ, ჩვენ ხშირად გვისაუბრია ამაზე, თუ საუბრობთ აქ კონკრეტულ ალიანსზე, ეს ჩვენთვის არის მიუღებელი ყველა ის პარტია, რომელიც ამ ალიანსში არის გაწევრიანებული. ამ ბოლო დროს იცით რომ იქ რაღაც ნაციონალური მოძრაობა ცდილობს ან ვერ გარკვეულად ჯერ ვერ ჩამოყალიბებულად არჩევა ალიანსში თუ დამოუკიდებლად გააგრძელებს საქმიანობას და კითხვები მოდის რომ აი მიუხედავად ან იმ პირობებში თუ ნაციონალური მოძრაობა გამოვა ალიანსიდან თქვენ რას იზამთ მოდი პირდაპირ და მარტივად ვთქვათ რა ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ნაციონალური მოძრაობა ალიანსში იქნება თუ არ იქნება არც იმას აქვს არანაირი მნიშვნელობა ვინ იქნება ამ პარტიის თავმჯდომარე და თავის არსებულ ყოფილ წევრებს ერთმანეთთან რამდენად ეს ასე ვთქვათ სწორი კომუნიკაცია და ვერბალური მათ შორის ურთიერთობები ექნება. ეს არ არის უბრალოდ საინტერესო მინა ჩვენთვის. შესაბამისად, ჩვენთვის ნაციონალური მოძრაობა წითელი ხაზი იყო და რჩება. ოპოზიციური ერთობა რა გითხრათ, რის გარშემო უნდა იყოს, ესეც შემოგთავაზოთ მაშინ. ჩვენი ბრძოლა გვაქვს, ჩვენი სტრატეგია გვაქვს, ჩვენი ტაქტიკა გვაქვს და მე მგონი ყველა კარგად ხედავს, რამდენად მწვავედ ვახერხებთ ოცნების წინააღმდეგობას. მაშინ ასე გეტყვით, ბატონო გიორგი, არსებული პოლიტიკური სურათით მივდივართ 2028 წლის არჩევნებამდე და როგორ მივდივართ? მაშინ ეს უთხრათ ამ მომრჩეველს და მაყურებელს. ნახეთ, არჩევნები რადგან ახსენეთ. ჩვენი პოზიცია არის, რომ ჩვენ მუდმივად ვემზადებით ნებისმიერი ხელახალი არჩევნების. პოლიტიკური პარტია იმისთვის არსებობს, რომ ის ყოველთვის უნდა იყოს მზად არჩევნებში მონაწილეობისთვის. ეხლა აქ მე არ მინდა გამარჯვებით მაინც შევეხოთ, აი რა მოხდა 2025 წელს, გასულ წელს, ხო? როდესაც აი ამ სრულად უპასუხისმგებლო ბოიკოტის პროცესმა როგორ დააზიანა პოლიტიკური პროცესი. და ჩვენ ვხედავთ 64 მუნიციპალიტეტს, სადაც მერი არის უკლებული ყველა მუნიციპალიტეტში ოცნების და საკრებულოები, ახლა თქვენს ხედავთ იგივე გურიაში რა სიტუაციაა, ხო? საკრებულოები როგორც არჩენენ ფაქტობრივად ოპოზიციური წარმომადგენლების გარეშე, ან სადაც არიან, იქაც იმდენად მცირე რაოდენობით, რომ უბრალოდ მათი ხმა აღარც კი ისმის და ეს კითხვა ისმის, ხო ეს ვინ აიღო ამაზე პასუხისმგებლობა, ეს პირდაპირ საჩუქარი იყო ოცნებისთვის. ჩვენ რომ ახლა 2028 წლის არჩევნებზე მეკითხებით, ამ არჩევნებში რო შევალთ და იქ ადგილებზე ოზურგეთში და ჩოხატაურში და ლანჩხუთში ოცნების მერები და საკრებულოები რო დამხვდება. რა თქმა უნდა ეს იქნება ვითარება, როდესაც ოცნებას ექნება გარკვეული ტიპის უპირატესობა ადგილებზე. და რატომ მიანიჭეს ეს უპირატესობა? ვინ გადაწყვიტა რომ ეს სწორი გზა იყო? ვინ გადაწყვიტა რომ ასეთი უზარმაზარი რესურსის ასე ვთქვათ, შუქება ოცნებისთვის ეს იყო თურმე რაღაცა პრინციპული პოლიტიკა და ჩვენ რო პოლიტიკური პარტიები რომ მონაწილეობა მივიღეთ ამ არჩევნებში ეს რა ამ ტიპის შეცდომა იყო? რა თქმა უნდა ეს ასე არ იყო. პირიქით აქ საჭირო იყო აქვს სწორედ საჭირო ერთობაზე რომ მეკითხებით ერთობა აქვს ესეთ საკითხებში და ესე დროს არის მნიშვნელოვანი ერთობა, თორე ახლა ამ პოლიტიკურ პარტიებთან ჩვენ არასდროს არ გავერთიანდებით თუ ამ ტიპის ერთობაზე. მაშინ თქვენი პარტიის პოლიტიკური გეგმები, ბატონო გიორგი, თუ შეიძლება უკვე საპარლამენტო მუშაობა შემოდგომამდე აქტიური წყდება, რამდენად იგეგმება თქვენი პარტიის მხრიდან გააქტიურება რეგიონებისთან მიმართებაში და რას გეგმავთ ზოგად სურათი თუ შეიძლება რომ ვუთხრათ მაყურებელს. ჩვენი საქმიანობა გაგრძელდება პოლიტიკური ინსტრუმენტების გამოყენებით, ნინო. ეს უნდა იცოდეს ჩვენმა ამორჩეველმა, რომელიც კარგად ხედავს გასული წლის ოქტომბრის ბოლოდან, მას შემდეგ რაც ჩვენ შევედით პარლამენტში, რამდენად სწორია ჩვენი პოზიციები, რამდენად საჭიროა ჩვენი საკანონმდებლო ინიციატივები და თქვენ გახსოვთ ალბათ, როდესაც ჩვენ გამოვედით
მინიმალური ხელფასის დაწესების ინიციატივით, რაც უმნიშვნელოვანესი რამ გახლავთ ჩვენი მოქალაქეების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის, აი 1050 ლარის ოდენობით ვიტყოთ მინიმალური ხელფასის დაწესებას, პენსიების ზრდას რომ ვიტყოთ 200 ლარით, უმუშევრობის დაზღვევას რომ ვიტყოთ და მთელ რიგ სოციალური ინიციატივებს, ამაზე რეალურად ფაქტობრივად ჩვენ დავიწყეთ საუბარი. ეს სოციალური ჩვენი მოქალაქეების სოციალური და ეკონომიკური პრობლემები იყო სრულიად მივიწყებული. ეხლა დღესაც რომ მეკითხებით ერთობაზე, მოდით მაშინ ერთი შემთხვევა გამისახელეთ, როდესაც ამ პარტიებმა რაიმე საჭიროებო თემაზე ისაუბრეს და შესთავაზეს ჩვენს მოქალაქეებს გამოსავალი იმ ყოფიდან, რა ყოფაშიც ისინი არიან, იმის სანაცვლოდ რომ ისინი ამ პრობლემებით იყო, ამ პრობლემების გადაჭრით იყვნენ დაკავებული, ის ერთმანეთში კინკლაობით და თანამდებობის გადანაწილებით არიან დაკავებული. ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ იმ პარტიებთან, გარდა მათი წარსული დანაშაულებისა, ამასაც თავი დავანებთ, რომელთაც ვის წესრიგი არ არის კავშირში ჩვენი მოქალაქეების პრობლემების გადაჭრასთან, უბრალოდ ჩვენ საქმე არ გვაქვს. ჩვენთვის თავი ესე იგი ალიანს გამორიცხავთ ცალსახად, მაგრამ კონკრეტულად თქვენი და თქვენი პარტიის შეხვედრები მოსახლეობასთან, მათი მხრიდან პრობლემების მოსმენა თუ იქნება რა თქმა უნდა მოხდება. ჩვენ მიუხედავად ესე ვთქვათ დაძაბული საპარლამენტო სესიების და გრაფიკისა, ჩვენ მაინც გქონდა რამდენიმე გასვლა რეგიონში უკვე მოვასწარით, შემიძლია დაგისახელოთ ბათუმი, შემიძლია დაგისახელოთ ქუთაისი, რა თქმა უნდა აუცილებლად ჩამოვალთ გურიაში, აუცილებლად ეს შეიძლება ამ ზაფხულშიც კი მოხდეს, იმისთვის რომ რა თქმა უნდა ჩვენ არა მხოლოდ ჩვენ გეგმებზე ვესაუბროთ, არამედ როგორც თქვენ თქვით პირიქით ხალხისგან მივიღოთ გამოხმაურება, რადგან ჩვენ როგორც გითხარით, სწორედ ამ ხალხის ჩვენი მოქალაქეების ხმა ვართ პარლამენტში და ეს არავინ არ დასვას კითხვა ისე როგორც ხშირად ისმევა ხოლმე, რომ აი რას აკეთებთ მაშინ, აი რა გააკეთეთ, რას მიაღწიეთ, ხო? ანუ დიდი პოტიში, მაგრამ ოპოზიციას სულ რომ -1 ხმა კონდეს, ოპოზიცია იმას ნიშნავს, რომ ის უმცირესობაშია, ხო? ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ის უმრავლესობის გადაწყვეტილებებზე ესე პირდაპირ გავლენას მათემატიკურად ვერ ახდენს. ახლა 99 არიან და 12 ვართ. როგორც წარმოუდგენია ვინმეს, რომ 12 დეპუტატის ხმა ეყოფა ინიციატივების გატანას და ამით, მაგრამ აქ ეს თავარი არ არის. თავარი არის პროცესი. თავარი არის პროცესი ჩვენ როგორ ვახერხებთ ჩვენი მოქალაქეების საჭიროებებზე საუბარს ისეთი მაღალი ტრიბუნიდან, როგორც არის საქართველოს პარლამენტი და როგორ ვანახებთ ჩვენს მოქალაქეებს ოცნების რეალურ სახეს. და ეს არის მთავარი, რომ ოცნების ელექტორალური, ასე ვთქვათ, ბაზა დასუსტდეს და რაც შეიძლება მეტი ადამიანი მიხვდეს, რომ ოცნებისთვის ხმის მიცემა აღარ შეიძლება. იმიტომ რომ ეს ისეთი რეჟიმია, რომელიც დგას უსამართლობაზე, დგას კორუფციაზე, დგას ადამიანების ჩაგვრაზე, დგას კანონის უზენაესობის დარღვევაზე, დგას ევროპული მომავლის დაკარგვაზე, ამერიკასთან ურთიერთობის, სტრატეგიული ურთიერთობის გაწყვეტაზე და იზოლაციაზე, იმიტომ რომ რატო აი სხვათა შორის ისო პარლამენტის ინციდენტს რო დაუბრუნდე. აი ეხლა კიდევ ერთხელ დადასტურდა რატომ არ უნდა ოცნებას ევროპა. იმიტომ ევროპაში და ნორმალურ ქვეყნებში რა თქმა უნდა აქ საქმე აღიძვრებოდა. რა თქმა უნდა აქ გამოძიება დაიწყებოდა, რა თქმა უნდა აქ მოძალადეების პასუხისმგებლობის საკითხი დადგებოდა, მაგრამ დღეს არ დგება, იმიტომ რომ იზოლაციაშია ოცნება მოქცეული და როგორი დემოკრატია გვაქვს წყალებში, ამას მე მგონი თქვენს და ჩვენი მოქალაქეები ხედავენ. ასე რომ ჩვენ პრინციპულად გაცილებით მეტი და დიდი შემართებით ვაგრძელებთ საქმიანობას, არც ამ ზაფხულში ვაპირებთ გაჩერებას და ვიქნებით აქტიურები რეგიონებში და ყველგან, სადაც საჭიროა და რა თქმა უნდა საშემოდგომო სესია 1 სექტემბერს იხსნება და 1 სექტემბრიდან ჩვენ კიდევ უფრო მეტი სიმწვავით, ეხლა თუ ოცნებას გონია რომ რამეს რაღაცა ოდნავ მაინც ჩვენი სიმწვავეზე იმოქმედებდა და ეს დაპირისპირება რა თქმა უნდა არა სრულიად პირიქით, თუმცა ეს იქნება რა თქმა უნდა ძალადობისგან აბსოლუტურად დაცლილი, სრულიად პოლიტიკურ ეთიკაზე დაფუძნებული კრიტიკა, რასაც ჩვენ აქტიურად გავაკეთებთ. დიდი მადლობა ბატონო გიორგი დროის გამონახვისთვის და ჩართვისთვის. მადლობა თქვენგან. მაყურებას კი შევახსენებ, რომ დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო გახარიეს საქართველოსთვის პოლის საბჭოს წევრი, ამავდროულად პარლამენტის წევრი გიორგი შერეშიძე. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა.